დაფიქრდი ერთ რაღაცაზე. შენ ცხოვრებაში მთავარს ხომ არ უშვებ ხელიდან. შენი ჭეშმარიტი ბუნება არის იესო ქრისტე. უფლის შვილი ხარ. შენ უნდა გახსნა შენი ჭეშმარიტი ბუნება. შენი ფიზიკური საქმე უნდა დაემთხვას შენი სულის საქმეს და შენი სულის საქმე უნდა დაემთხვას შენში მყოფი სულიწმინდის საქმეს. შენში არის სამი ფუნდამენტური მდგომარეობა: სხეული, სული და სულიწმინდასთან კავშირი. როდესაც სულიერებაში ხარ, ფიზიკური სხეული გონება უსმენს სულს, სული უსმენს სულიწმინდას. შენ უნდა უსმენდე სულიწმინდას. სულიწმინდას რომ უსმენდე, უფალს უნდა უსმენდე. უფალს რომ უსმენდე, უფლის უნდა გწამდეს. უფლის რომ გწამდეს ჭეშმარიტად, შენი რწმენა უნდა მყარდებოდეს მოქმედებით და უნდა დებდე კარგ შედეგს ადამიანებისთვის, შენი თავისთვის, გარემოსთვის. როგორ უნდა მოусმინოთ სულს? სული გამუდმებით გვეუბნება არ გააკეთო ცუდი, არ ეჩხუბო, არ უპასუხო ცუდი, თვინიერად მოიქეცი, მოყვასით მოიქეცი. ესე უნდა უსმინო სულს. როცა რაღაც ცუდის გაკეთება გინდა და შიგნით გეუბნება ხომ არაჯობებს, სხვანაირად მოიქცეთ, ის არის სული. ამიტომ ყოველთვის უნდა მოусმინო სულს. კარგი, ჩემმა ცნობიერმა გიორგი ტაბიძემ მოусმინა ჩემს სულს. სულმა როგორ უნდა მოусმინოს სულიწმინდას? სულმა და ჩემმა ცნობიერმა, მიწიერმა ცნობიერმა ერთად უნდა მოусმინოთ სულიწმინდას ჩვენში და ამას ვახერხებთ ნიშნების მოსმენით. ნიშნებს როგორ მოусმინო და სხვა დანარჩენს სხვა ნაშრომებში მაქვს აღწერილი გამთლიანებაში. სულიწმინდის ფუნდამენტი რა არის ჩვენთვის დედამიწაზე? მისი ფუნდამენტი არის ის, რომ ჩვენ არ გადავიჩეხოთ სადღაც ხრამში. სულიწმინდა არის ჩვენი ნავიგატორი, რომელსაც მივყავართ მამასთან სახლში. სულიწმინდა რომ შემოვიდეს შენში მაქსიმალურად, შენ ამისთვის უნდა გასუფთავდე. ყველაფერი ის უნდა ქნა, რასაც გამთლიანებაში გასწავლი. და როგორც კი სუფთა გარემო დახვდება სულიწმინდას შენს ჭურჭელში, სულიწმინდა შემოდის შენში და შენ ხდები ძალით მოსილი. ანუ ადამიანებს არ ესმით ეს სიტყვა ძალით მოსილი რას ნიშნავს, იმიტომ რომ არ გაუვლიათ ეს პროცესი და ცოტა რაღაცა ზღაპრად ეჩვენებათ. როდესაც შენში სულიწმინდა შემოდის, როდესაც შენი ცნობიერით უსმენ სულს, არაკეთებ ცუდს, როდესაც შენ და შენი სული უსმენთ სულიწმინდას, ნიშნებით და ყველა გარე პროცესებით, შენში შემოდის უფალი პირდაპირ. შენთვის აღარ არის აღარანაირი დაბრკოლება. ვიღაც მოვიდა რაღაცას გეკითხება, პასუხები გაქვს. ვიღაც მოვიდა ცუდი უნდა გაგიკეთოს? ყველაფერი მოგდის პასუხი. ვინ არის, რა უნდა, რა ჩაიფიქრა, როგორ გააკეთა ჩანაფიქრი, საიდან მოვიდა იდეა, რა ჭამა გუშინ, ისიც კი შეგიძლია ნახო. რატო? იმიტომ რომ სულიწმინდაა შენში შემოსული და პირდაპირ კავშირში ხარ სამყაროს ყველა მექანიკასთან. პირდაპირ მართავ სამყაროს ყველა მექანიკას. რატომ გეძლევა სამყაროს მექანიკის მართვა? იმიტომ რომ შენ გასუფთავდი. ამის გამო შემოვიდა შენში სულიწმინდა და შენი მოქმედება შენი სიცუფთავიდან გამომდინარე არ არის ბოროტის. ამიტომ ჭირდება სულიწმინდას სუფთა ჭურჭელი, რომ შენ სტრესების შედეგად არ დააზიანო ვიღაც. ეხლა მე რომ ვიღაცას რაღაც ბოროტი უსურვო, იმ ადამიანის საქმე წასულია. მართლა წასულია იმ ადამიანის საქმე. მაგრამ მე ამით უდიდეს ბოროტებას გავაკეთებ ჩემთვისაც და დამაქვეითებენ ეს რო გავაკეთო. ამიტომ მე მასით რაღაცას ცოცხალი თავით არ გავაკეთებ. გესმით? სუფთა ჭურჭელი ამიტომ ჭირდება სულიწმინდას. პირველ წყარო სისუფთავის გარანტი არის ფიქრების კონტროლი, რომელიც გამთლიანებაში დევს. ფიქრების კონტროლი არის ყველაფრის გასაღები. დაიმახსოვრეთ ეს. ის მექანიკა, ის ტექნიკა, რომელიც არის გამთლიანებაში, ფიქრების კონტროლი. უფალი სამება და შენშია სამება: სხეული, სული, სულიწმინდა. და როდესაც ეს სამება ერთიანდება, როდესაც ეს სამება ერთმანეთს უსმენს, ერთ აზრზე არიან, შენ უკვე ღმერთი ხდები. რატო? ეხლავე დაგისაბუთებ ყველაფერთან ერთად, ჩემი მონაგონი რომ არ გეგონოს. წმინდა წერილი, გამოცხადება 3:20. აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას. რას ნიშნავს ვდგავარ კართან და ვრეკ? უფალს იესო ქრისტეს გამუდმებით ხელი აქვს გამოცდომილი ჩვენზე. გამუდმებით, უწყვეტად. უბრალოდ ზოგი ადამიანი ის მიმართ ხელს არ წვდის. აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ, ანუ გამოცდომილი მაქვს ხელი შვილო. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, მოისმენს ჩემს ხმას, იმას კი არ ნიშნავს რომ ბიბლია იკითხო და არაფერი აკეთო. ის ყველაფერი მოქმედება და რწმენა, რაც იესო ქრისტემ გაჩვენა თავისი მაგალითით ჯვარზე გაკვრით. ბნელის მხელა, ამხილა ბნელი, თავგანწირო ადამიანისთვის შენს გამო თავი გაწირა ჯვარზე გაეკრა. აგძელე, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან, ანუ შემოვა შენში სულიწმინდა ღმერთი. შევალ მასთან, მე მასთან ვივახშმებ, ის კი ჩემთან. ვახშმობა იგულისხმება მოყვასი გავხდები მისიო, ოჯახის წევრი გავხდები მისიო. მეტაფორაა ეს. და აგრძელებს. გამოცხადება 3:21. წმინდა წერილი. გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ. ნახეთ, გამარჯვებულსო,
ვინც ღვთიურად იცხოვრებს, რაც მე გასწავლეთ, იმას თუ მოისმენ და გააკეთებო. გამარჯვებულს ჩემს გვერდით მოვისვამ ტახტზე, ისევე როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზეო. გააცნობიერეთ, რას ამბობს იესო. კიდევ ერთხელ ვკითხულობ, გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე, ისევე როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. მამამ დამისვა გვერდით ტახტზეო, იმის გამო რომ უფლის გამოცდები ჩავაბარეო და მეც ისევე მოგისვამ გვერდით ტახტზეო, როგორც მამამ მე მომისვა ტახტზეო. ღმერთობას გვირდება იესო ქრისტე. გესმით? ამ სამების გაერთიანებით ღმერთობას გვირდება იესო ქრისტე. ოღონდ იმ ღმერთობას არა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. როცა შენ ღმერთის მდგომარეობაში ხარ, შენ არ გაღელვებს ღმერთი ხარ, თოხნი თუ ბარავ თუ რასაც არ უნდა აკეთებდე. ყველაფერი გაქვს, რაც გინდა და არაფრის დასაბუთება არ გინდა, არაფრის ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი არ გაქვს, არ გაქვს ის სულელური რაღაცეები. იმასაც კი არ ფიქრობ, რომ ღმერთი ხარ, უბრალოდ ხარ და კარგად ხარ. იცი რა არის კარგად როცა ხარ? გესმის? ამიტომ როდესაც შენ დედამიწაზე ხარ, სულიწმინდა არის ის ჭეშმარიტი ნავიგატორი, რომელიც ზუსტად მიგიყვანს მამასთან სახლში, დაგაბინავებს, ყველაფერს მოგცემს, იზრუნებს შენზე, გაგაფრთხილებს თუ სადმე საფრთხეა, გეტყვის ამ ადამიანს მოერიდე, გეტყვის იქ ფრთხილად იყავი, ესქენი, ისქენი, გიცავს და მიყავ ხარ მამასთან სახლში. ჩვენ დედამიწაზე იცით როგორ ვართ? წარმოიდგინეთ, ჰაერში დაკიდებული არის ქვის ფილები და გზად ბილიკად მიდის წინ სადღაც ჰორიზონტზე. განი აქვს სადღაც 5 მეტრი ამ ბილიკს და პატარ-პატარა ფილებისგან შედგება. სულიწმინდა გეუბნება, გადადგი ნაბიჯი პირდაპირ, გადადგავ ნაბიჯს პირდაპირ, დაადგი არ ჩავარდა ეს ქვის ფილა. გეუბნება იმ ქვას მოერიდე, ანუ გეუბნება იმ ადამიანს მოერიდე. მოარიდე თავი იმ ფილას, გადადგი მარჯვნივ ფეხი, არ ჩავარდი. გითხრა უფალმა პირდაპირ გადადგი ნაბიჯი, ნუ გეშინია, გადადგი ნაბიჯი, არ ჩავარდი. მაგრამ როცა ადამიანში სულიწმინდა არ არის კარგად, მას კარგად ელაპარაკება ბნელი და ღმერთი როცა ეუბნება, შვილო, გამოდი მაქედან, ნუ ხარ იმ კამათებში შვილო, ნუ ხარ ამ სტრესებში შვილო, ნუ ხარ იმ ბოროტებაში შვილო, ეუბნება, მაგრამ ეს ადამიანი არ უსმენს. უფალი ეუბნება, შვილო, გადადგი მარცხნივ ფეხი ფილაზე და ეს ფილა არასტაბილური ჩანს გარედან და ადამიანს დობა არ აქვს, სულიწმინდასთან არ აქვს კარგი კავშირი და ბნელი ეუბნება, ნუ დაადგა მაგ ფილაზე ფეხსო, ჩავარდებიო. აქეთ დაადგი ფეხიო, მოკლე გზაო, მაგრამო არ ჩავარდებიო და ადამიანი არ უსმენს უფალს და ადგამს იქ, სადაც ბნელი ეუბნება და ვარდება. და სულიწმინდის გარეშე ვერ ხვდება, ამიტომ ადამიანი უფალთან სახლში, მამასთან. გესმით? სულიწმინდა არის ის ნავიგატორი, რომელიც გეუბნება, რომელი ფილაზე ჩავარდები, ფეხსო დაადგამ და რომელზე გაივლი თამამად და უსაფრთხოდ. სულიწმინდა რომ შემოდის შენში, შენ ნაკლები ეჭვები გაქვს შენს თავს რა ხდება. კი, ცნობიერში ხარ, ბნელმა რამე არ მოგატყუოს, რამე შეცდომა არ დაუშვა, სხვა დანარჩენი, მაგრამ შენი მოქმედებების 99% არის გარანტირებულად სუფთა და სწორი. ნებისმიერი შენი აზრი, ინფორმაცია, რაც თავში მოგივიდა, რა მოქმედებას გააკეთე, ვინმე თუ დალოცე, ვინმეს თუ კარგი უსურვე, ყველაფერი რა მოქმედებასაც აკეთებ, 99%-იანი შედეგი აქვს. ინფორმაციის მოპოვებასაც კი. და ხშირად მოსულან ჩემთან და უთქვამთ, იცი რა გიორგი, შენ მეტისმეტად თავდაჯერებული ხარ და ცოტა ხიბლში ხომ არ გადაგდის და ხალხო, საერთოდ არ მაინტერესებს ხიბლი და სხვა დანარჩენი. იმდენად მიყვარს თავდაბლობა, რომ ჩემი ფავორიტი მდგომარეობაა თავდაბლობა. თავდაბლობაზე ჭკუა მეკეტება. ისეთი მაგარი რაღაც არის, ისეთი ძალით მოსილი რაღაც არის. საქმე იმაში კი არ არის, რომ თავდაბლობის პრობლემა მაქვს. საქმე იმაში არის, რომ როცა შენში საკმარისად შემოდის სულიწმინდა, შენი ნებისმიერი გაფიქრება, შენი ნებისმიერი აზრი, რაც თავში მოგდის, შენი ნებისმიერი მოქმედება, ყველაფერი აღსრულების 100%-ში ზის. და როცა უკვე ჩავარდნა არ გააქვს, მაგალითად, მოვიდა ვიღაც ადამიანი და გეუბნება ეს და ეს მჭირს, ეუბნები ზუსტად რა ჭირს. დაემთხვა სიმართლეა, დაემთხვა სიმართლეა, დაემთხვა სიმართლეა და ერთი ჩავარდნაც რო აღარ გააქვს, შენ უკვე ეჭვით აღარ ცხოვრობ, რადგან უკვე იცი რა ხდება შენს თავს. მაგრამ რაც არ უნდა შენ ლოცვებში იყო და რაც არ უნდა ტაძარში იარო და ყველა ის მექანიკა ასრულო, მექანიკა და არასულიერება. შენში ვერ შემოვა სულიწმინდა და შენ იქნები ყოველთვის შიში, ვაიმე ღმერთო, აქ რამე ხო არ დაუშვი შეცდომა, აქ რომელიმე ფილაზე ხო არ დავადგი ფეხი და ხომ არ ჩავარდი, იმიტომ რომ არ არის შენში საკმარისად სულიწმინდა შემოსული, რომ გარანტირებულად იმოქმედო. რაღაც გააკეთე, არ გამოდგა. ხან გამოდგა, ხან არ გამოდგა, ხან გამოდგა, ხან არ გამოდგა და ვერ გაგიგია. რა ხდება? რას უნდა ელოდო? და ჩემნაირმა კაცმა ზუსტად იცის, რასაც ამბობს. თუნდაც არ იცოდეს. საერთოდ არაფერი რო არ იცი იმ თემაზე. მასე მოდის ხალხი, არაფერი არ ვიცი იმ თემაზე და პირდაპირ ვლაპარაკობ იმ თემებზე.
და 100-ში ჯდება ყოველთვის განურჩევლად. ეს არის სულიწმინდა, როცა შემოდის შენში. მაგრამ სულიწმინდა შენში არ შემოვა, არაფერს თუ არ აკეთებ, გარეგნულად თუ აკეთებ. შენში უნდა შეიტანოს ისუფთავე. ყველა იმ ცოდნით, რასაც მე თქვენ გასწავლით, ყველა ფერს, რასაც გასწავლით. ადამიანების ლოცვა, კეთილი მოქმედება, სიტყვების კონტროლი, ფიქრების კონტროლი, მოქმედების კონტროლი. ამიტომ ზოგჯერ ვერ იგებს ადამიანი, რომ რაღაცას რომ ვეუბნებით, ის ფიქრობს, რომ მე თავდაჯერებული ვარ უბრალოდ. ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეიძლება იყოს მდგომარეობა, სადაც ყველაფერზე პასუხი გაქვს, მართალი ხარ, სუფთაში ხარ და ამ ყველაფერში ხარ. იმიტომ რომ ჯერ ერთი შენ მე ვერ დამასწრებ, საკუთარ თავში ცუდი აღმოვაჩინო. შენ თუ დამასწრებ, მე დაგასწრებ ბოდიშს და მევე დავასწრებ ჩემ თავს საყვედურს და მევე დავასწრებ ამ პრობლემაზე მუშაობას. გესმით? და ბოლო-ბოლო თუ გინდა გაარკვიო სათხარ, უბრალოდ შენ ცხოვრებას გადახედე. საერთოდ აგრესიას უშვებ თუ არა, თუ სულ მშვიდში ხარ, თუ სულ მოყვასით ელაპარაკები ადამიანს. თუ შენი ყველა გამოვლინება სუფთა, ყველა განურჩევლად, შენ ყველაფერი გაქვს კარგად და ყველა იმ ტექნოლოგიით უნდა განარჩიო საკუთარი მდგომარეობა, რასაც გასწავლით. გესმით? როცა სულიწმინდა შემოსული, შენში ყველა აზრი, მოქმედება, სურვილი, დალოცვა თუ სხვა დანარჩენი არის სიმართლე, ჭეშმარიტი. რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, აქამდე თუ შენ ღმერთს ელაპარაკებოდი შორიდან, როცა სულიწმინდა შემოდის, შენ პირდაპირ დაერთებული ხარ, პირდაპირ მიერთებული ხარ. პირდაპირ შემოდის კოლოსალი ძალები, ცოდნები, რაც გინდა, რადგან ღმერთის საქმეს ემსახურები და რადგან სამება გააერთიანე შენში. დაათრგუნე ფიზიკური სხეული, მოусმინო სულს, სული იწყებს მოსმენას სულიწმინდის და ყველა ერთმანეთს უსმენს და იღვიძებს უფალი შენში. სამივე გასაღები მოერგო და გაიღო უფლის კარიბჭე შენში. შენში ჩაკეტილია უფლის კარიბჭე. ფიზიკური სხეული თუ არ ეთანხმება სულს თუ არ უსმენს, სული თუ არ უსმენს სულიწმინდას, ჩაკეტილია უფლის კარები და როგორც კი სამივე ერთ ვაიბშია, ერთ რეზონანსშია, ერთ აზრზეა, ერთ მდგომარეობაშია, როცა ერთად არიან, უფლის კარიბჭის საკეტები იხსნება შენშივე და შემოდის უფალი და ხდები ძალით მოსილი. მაგრამ არ გაინტერესებს ძალით მოსილება, თოხნა უფრო გიყვარს, თავმდაბლობა უფრო გიყვარს და ყველაფერი ეს. კარგად ხარ, გესმის? კარგად ხარ, არ გაინტერესებს. შენ რატო გაინტერესებს, იცი? ვიღაცა რას იფიქრებს შენზე, ან ეს ვითომ ჭყალებში სულიერი მოღვაწეები, ეს თავისი იმიჯი ლამაზად თქვას და შენ თუნდაც ვერ გაიგო და ყველაფერი ესენი. რატომ არიან ესეთ მდგომარეობაში? იმიტომ რომ აღელვებთ თქვენ რას იფიქრებთ მასზე. ანუ არ არიან საკმარისად ბედნიერები შიგნით, რომ საერთოდ ყურადღება არ მიაქციონ გარეგნობას და ამ ყველაფერს. ამიტომაც ეძებენ გარეგნულსაც. და როცა სულიწმინდა შემოდის შენში საკმარისად, იმდენს, რამდენსაც დაიტევ მაქსიმალურად, აღარ გაღელვებს შენ გლეხურობა უფრო მოგწონს, ვიდრე ვიღაცოობა ან რაღაცოობა. ამიტომ როცა სულიწმინდა გარანტირებულად შემოდის, შენ არაფერში არ გაქვს ჩავარდნა. და თუ სადმე ჩავარდნა, მაგ ყველაზე მეტად სწავლობ და ყველაზე დიდ გაკვეთილს იღებ, რადგან ის გაკვეთილი იყო საჭირო. და მერე შეიძლება გაგიჩნდეს თავში, რომ აუ, ეგ ხო ფანატიზმია. მეგობრებო, ყველაფერი რაც ხდება, როგორც შენ გინდოდა რომ მომხდარიყო და სხვანაირად რომ მოხდა, შენთვის საუკეთესოდ მოხდა. არ მქონია მე ჯერ გამოცდილება, რომ რაღაც ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც კოშმარები, რაც გავიარე, რომ მას ფუნდამენტური დანიშნულება არ ქონოდა ჩემს ცხოვრებაში, არ გამჩენია ფიქრში არასოდეს და გამიჩნდებოდა აუცილებლად. მე არავის არ ვინდობ, მე ჭეშმარიტება მაინტერესებს. ღმერთიც კი რომ იყოს, არ გავატარებ. ჭეშმარიტება მაინტერესებს. ვიტყვი სიმართლეს ღმერთზეც, რომ აი აქ ცდება, არასწორად იქცევა, არ მაინტერესებს არაფერი, ეს მიდევს, ვილაპარაკო სიმართლე. მაგრამ არ არის ეს. ვერ ვიპოვე ეს ღმერთში. ღმერთი ყოველთვის ისე იქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ რაღაც გინდა და ისე არ გამოდის, როგორც შენ გინდა. ისე იქცევა, რომ შენთვის საუკეთესო ხდება. ოღონდ შენ ვერ აცნობიერებ ამას და სევდაში მიდიხარ და აუ რატო მოხდა, რის გამო მოხდა და გნელში მიდიხარ, უბრალოდ რომ დამშვიდდე. ამის ძალა მოიკრიბოდა, აცადო ამ სიტუაციას დაღვინდეს და გაარკვიო რატო მოხდა, რის გამო მოხდა. მერე უკვე მიდიხარ საკმარის გაცნობიერებამდე, რომ უი, უფალო, რა გენიალური ყოფილხარ. ეხლა როგორ უნდა გავაერთიანოთ სხეული, სული და სულიწმინდა? სულიწმინდა არ შემოვა შენში, თუ შენი ორგანიზმი ჩახერგილია საკვები პროდუქტებით და ამ ყველაფრით. ეს ახსნილი მაქვს ნაშრომ კვებაში. მარხვის ღვთიური ძალა, ესე ქვია. ასევე სულიწმინდა ვერ შემოვა თუ მოქმედება სუფთა არ გაქვს. სულიწმინდა ვერ შემოდის თუ ტახტრევანი სუფთა არ არის. შენი შინაგანი მდგომარეობა თუ სტრესშია, არასტაბილურია, ქანქარებს, მიწისძვრებია შიგნით, სიბინძურია, ანტისანიტარია, არ შემოვა. იმიტომ რომ მაგ მდგომარეობაში რომ შემოვიდეს, შენ ვიღაცას გაანადგურებ, ვიღაცას დაწყევლი, ან რაღაცას უსურვებ და ისე გაანადგურებ, რომ
შენ თავადაც ამას ვერ მიხვდები. ან გულის შეტევას დამართებ, ან თავში ანევრიზმას დამართებ. გესმის? ამიტომ არ შემოდის. ნახე, შენ შეიძლება კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ სულიწმინდა არ შემოვა შენში ისე როგორც საჭიროა. რატომ? იმიტომ რომ სიტყვებს არ აკონტროლებ, სიბინძურეს უშვებ პირიდან. ფიქრებს არ აკონტროლებ, სიბინძურეს უშვებ ფიქრში. ნორმა გგონია ის, რაც შეგაჩვიეს, ვიღაცის გინება, ვიღაცის გალანძღვა. ეს ყველაფერი ნორმა გგონია და გგონია რომ ეს მარტო წმინდანმა უნდა გააკეთოს. წმინდანმა კი არა, ეს არის ანაბანა, რაც არ უნდა გააკეთო. გაიგე? ტაძარში დადიხარ, გამოხვედი ვიღაცას ცუდი გაუკეთე, მერე რა იძახი. ანუ ცუდი ადამიანი არ ხარ, მაგრამ არ შემოვა შენში სულიწმინდა სიბინძურეები გაქვს შიგნით. დადიხარ ტაძარში გამწარებული ლოცულობ და გამოდიხარ და საათობით მეზობელს ჭორავ, ან ვიღაცას ლანძღავ, ან გაგაბრაზა მიაწყეული, ან ლანძღავ. ანუ არ არის შიგნით სისუფთავე, აყროლებულია სამეფო დარბაზი, ტახტრევანზე ფეკალიები არის დასხმული და 1000 ამბები ხდება შიგნით. და შენ ეს გონია ნორმა. გესმის? ნუ გგონია ნორმა ვიღაცას რომ შეაგინებ დედას. ჯერ რა გინდა მის დედასთან? მით უმეტეს სექსუალური განზრახვით. დაფიქრდი რა სიტყვებს იძახი, რა შინაარსს იძახი. ვიღაცას რომ გალანძღავ, ბოროტს უშვებ პირიდან. მერე რა რომ მიზეზი მოგცა. ვიღაცას რომ განსჯი, ვიღაცას რომ ბოროტებას პატარას უკეთებ, იქ გაამწარე, გააწვალე. შენ გონია ეს არაფერი არ არის. და გონია წმინდანები უნდა იყვნენ მხოლოდ სუფთად. წმინდანი კი არა, შენ უნდა იყოს სუფთად. შენი ტყავიდევს სასწორზე. ამიტომ სულიწმინდა რომ შემოვიდეს შენში, მდგომარეობა უნდა გქონდეს შიგნით სუფთა. თქვენ ამას არ აკეთებთ. თქვენ ეს გონია წარმოუდგენლად რთული. ყველა მექანიზმი მოგეცით, ღვთიური რომ გამთლიანებიდან აიღოთ და გამოჯამრთელდეთ და იცით რამდენი ადამიანი გამოჯამრთელდა? ასობით და კიდე რამდენი გამოჯამრთელდება. მაგრამ თქვენ ამას არ აკეთებთ და მე მიდიხარ ღმერთთან და ღმერთო რატო არ მეხმარები? მოგიყვანა აქ, მოგცა ეს და მაინც ვერ ისწავლე რომ უნდა დაიბანო. მარტივად გეტყვი. მაინც ვერ ისწავლე ეს რომ უნდა დაიბანო. ყველგან ინსტრუქცია დაგიტოვა იესო ქრისტემ, 10 მცნება, მილიარდი მცნება რომ დაგიტოვოს, აზრი არ აქვს. ხო? ამიტომ მიხედე საქმეს, როდესაც შენში სამება ერთიანდება მდგომარეობა, შენ ხდები ძალით მოსილი და ამიტომ არ სურთ რომ შენ გახდე ძალით მოსილი. ძალით მოსილი როგორც კი გახდები, შენ პოლიტიკოს ტელევიზორში რომ უყურებ, ვეღარ მოგატყუებს. ყველაფერს მიხვდები, რატომ ამბობს, საერთოდ გუშინ რა ჭამა, იმასაც კი დაინახავ. ყველა საჭირო ინფორმაცია მოვა შენში. ვეღარც პოლიტიკოსი მოგატყუებს, ვეღარც ბიზნესმენი მოგატყუებს, ვერავინ ვერ მოგატყუებს. ამიტომაც არ უნდათ რომ გაიღვიძოთ. გაიგე? როგორც კი შენში ღვთიური სამება ერთიანდება, სხეული, სული და სულიწმინდა ვეღარავინ ვეღარ გიყენებს. როგორც კვების წყარო, მარტივად გეუბნე. ამიტომ დაგავიწყეს ვინ ხარ. იმიტომ რომ შენი ჭეშმარიტი ბუნება არის იქ, სადაც უფალი გეუბნება. გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. ეს ხარ, ეს არის შენი ბუნება. და ნახე, როგორც თევზი ვერ გაძლებს, დინარიდან რომ ამოიყვანო, ცხელ ქვებზე დააგდო და დაიღუპება, ისე ვერ ძლებს შენ უფლის გარეშე. თუ შენ შენს ჭეშმარიტ ბუნებას არ ჩაუღრმავდები და არ აღმოაჩენ და არ მიხვდები ვინ ხარ, თუ შენ ამ ჭეშმარიტ ბუნებას შენში არ გახსნი და არ შეასრულებს შენ ჭეშმარიტ მისიას, რისთვისაც მოხვედი აქ. შენ ხარ ის თევზი, რომელიც მდინარიდან ამოაგდეს, დაიჭირეს და შემდეგ მიირთვეს. ბნელები ამას გიშვებიან, უფლის სიცოცხლის მდინარიდან გიჭერენ. ამოყავ ხარ და მერე ვეღარ ცოცხლობ. ეხლა როგორ უნდა მოვუსმინოთ სულიწმინდას? გავიგეთ იქ ნიშნებით მოვუსმინოთ, იმით მოვუსმინოთ, ამით, მაგრამ ძირითადი მექანიკა, რით უნდა მოვუსმინოთ ჩვენ სულიწმინდას? ჩვენი ინტუიციით. რა? გიორგი, შენ გინდა გითხრა რომ ამდენი ხანი ინტუიციის ხარჯზე გველაპარაკებოდი? მეგობრებო, სტანდარტული ადამიანის ინტუიცია არ არის ის, რაზეც მეგელაპარაკებით. როცა შენში სულიწმინდა შემოდის, შენი ინტუიცია აღარ არის ის ინტუიცია, რომელიც შენ გონია ინტუიცია. რომ რაღაცა გაიფიქრე და ან სიმართლეა, ან არ არის სიმართლე. ეს შენ შემთხვევაში არის ესე, რომ ხან სიმართლეა, ხან არ არის სიმართლე. მაგრამ როგორც კი სულიწმინდა შემოდის, შენი ინტუიცია არის ის მექანიზმი, რომელიც პირდაპირ სულიწმინდის აზრების სახით მოდის შენს თავში ინტუიციის სახით. ინტუიციის შედეგად ხდება მომავალში გახედვა, სამყაროს ბიბლიოთეკიდან ამოკითხვა, ყველა იმ პროცესზე ჩაწვდომა, რაც თქვენ ესე გიკვირთ. გიორგი, ეს საიდან? ეს ხომ აქამდე ვიცოდი, ეს ხომ ჭეშმარიტება, ის ხომ ეს არის, ის ხომ ეს არის. ნახეთ, მე უამრავ ადამიანს უსმენ ყოველ დღე. პრაქტიკულად ვიღებ შედეგს. იმ ყველა პროცესს ვაკეთებ, რაც აგიღწერეთ მადლები ყველაფერი. მაგრამ ფუნდამენტი, ამ ყველაფრის გამხსნელი ცოდნების, დახმარების შესაძლებლობა რომ გეხმარებით, ყველაფერი ლოცვები, ყველაფერი რაც მოდის, ეს მოდის
ინტუიციის დახმარებით, რომელიც არის სულიწმინდის ხმა ჩვენ თავში. მაგალითად ეხლა მოვიდა ვიღაც. მე იმ ადამიანს ინტუიციით, ანუ თავში რაც მომივიდა აზრები, ყველაფერს ვეტყვი და მის რეალობას დაიფინება 100%-იანად. მეორე მოვა, მეორესთვის, მესამე 100 მოვიდეს, 99-ით დაემთხვევა სიმართლე. სიმართლეს ვეტყვი. მეორე გვერდით ადამიანი მისი ვერ დაემთხვევა, იმიტომ რომ მასში არ არის შესული სულიწმინდა საკმარისად და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტუიცია როგორც მექანიზმი ვერ მუშაობს სრულ დიაპაზონზე. ენერგია არ ყოფნის, იმიტომ რომ გამოდმებით გზარცვავენ და ღატაკი ხარ შიგნით. ამიტომ როგორც კი შენში სულიწმინდა შემოდის, სულიწმინდა შენი პირველ წყარო ინფორმაციის თუ მოქმედების თუ ყველაფრის წყარო, ნავიგატორი და შენს ინტუიციას ყველა ინფორმაციას აწვდის. პირდაპირ ხომ არ დაგელაპარაკება სულიწმინდა ეს გააკეთე, ის გააკეთე, ასეკენი, ისეკენი. შენ რომ სულიწმინდა პირდაპირ გელაპარაკოს, შენს ნებას არ ყვევს, გეუბნება რაქნა. მაგრამ ინტუიციის სახით რომ მოდის აზრი თავში, მაგ უკვე თავისუფლად გამოსული სულიწმინდიდან ინფორმაცია, რომელიც შენ შეგიძლია მიიღო ან არ მიიღო. არ არღვევს თავისუფალ ნებას ინტუიცია, ამიტომ იყენებს ინტუიციას სულიწმინდა. და პირდაპირ ამიტომ არ გელაპარაკება. შენ ან მოусმენ ინტუიციას, ან არ მოусმენ, მაგრამ შენ ეხლა ვერ მოусმენ ინტუიციას, თუ შენში სულიწმინდა არ არის შემოსული და ყველა ეს ქაოსია, იმიტომ რომ შენი ინტუიცია ან იქნება სწორი, ან არ იქნება სწორი. დედამიწური ინტუიციაა ეგ და ღვთიური ინტუიცია აღარ არის ინტუიცია, სხვა რაღაც ხდება, განსაკუთრებული. პირველ წყაროს სუფთა უნაკლო ინფორმაციის ელემენტი ხდება. და ნახე, შენი ინტუიცია ხან ცუდად მუშაობს, ხან მუშაობს ნორმალურად. რატომ? იმიტომ რომ ის როცა ნორმალურად იმუშავა, მაგ დროს იყავი მაღალ ვაიბზე, მაღალ განწყობებზე, ის კვირა რაღაც კარგი რაღაცეები აკეთე, ნევრები არ მოიშალე, დაგიგროვდა საკმარისი ენერგია და ის რაც ეყო, ინტუიცია დათვალა რაღაც. მიაწოდა სულიწმინდა სიმართლე, რაც შეძლო, ის რაც დაიტიე სიყვარული, ის ერთი კვირა სიმშვიდეში, ბალანსში, ამ ყველაფერში და შენმა ინტუიცია მიმუშავა განსაკუთრებულად და მე ამბობ, მე ისეთი კარგი ინტუიცია მაქვს, რაღაცას რომ ვამბობ, მისრულდება, კი არ გისრულდება, ახლოს ხარ ღმერთთან შედარებით. გესმის? და ინტუიციის დახმარებით სულიწმინდა გაწვდის სუფთა ინფორმაციას. მაგრამ ხან ისე ხარ, ხან ასე ხარ შენ და შენი ინტუიცია ხან ისე მუშაობს, ხან ასე მუშაობს და ხან არ მუშაობს, ხან მუშაობს ენერგიის მიხედვით, რამდენი დააგროვე და რამდენი არ წაგართვეს მაგის მიხედვით. მაგრამ ვინც ფიქრების კონტროლშია სიტყვების და ამ ყველა სისუფთავეში, მისი ინტუიცია აღარ არის ინტუიცია, არამედ საშუალება მოусმინოს სულიწმინდას ღმერთს და ღმერთი შეცდომებს არ უშვებს. მაშასადამე აღარც შენ გაქვს შეცდომები, რადგან ღმერთს უსმენ. ინტუიციის დახმარებით სულიწმინდას უსმენ. სულიწმინდას იმიტომ უსმენ, რომ შენშია შემოსული სულიწმინდა. იმიტომ ახერხებ ამას. მოდი ცოტაოდენ ინტუიციას შევეხები, რა არის ინტუიცია. ინტუიცია არის ღვთიური მექანიზმი, რომლის დახმარებითაც მომავალსაც კი ხედავ. ყველაფერს ინტუიციით ხედავ. და ვინჩი ინტუიციის მიხედვით ხატავდა, თავში მოდიოდა ნახაზები, თვითმფრინავის, ანატომიის, ყველაფრის. ტესლა, ყველა ვინც იცი, ეინშტეინიც, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაც კი სიზმარხილვიდან შექმნა. გესმით, ანუ ყველაფერი რაც გენიალური შეიქმნა, ინტუიციის დახმარებით შეიქმნა და რაც იქნება. რადგან ინტუიცია კი არ აკეთებს ამას, კავშირია ეს მექანიზმი ჩვენში ღვთიურთან, ცოდნებთან. თქვენთვის ინტუიცია გამოცნობის დონის მექანიზმით არის ცნობილი. გამოვიცანის მდგომარეობაშია დღეს ინტუიცია ადამიანებში. ინტუიცია არის მომავლის დამთვლელი, ან რაღაც პროცესის გამომთვლელი. აი როგორც კალკულატორი ასევე ის ითვლის პროცესებს. მაგალითად, შენ რომ ეხლა რაღაც მომავლის კვანძი დაინახო, ან რაღაც რომ გათვალო, რომ იცი რა ესე იქნება, ან მე რომ მეუბნები ეხლა ადამიანს წერს და ვეუბნები ესე იქნება, ესე იქნება, ისე იქნება. და იმას გონია რაღაც სისულელეს ვეუბნები და მე მოდიან, ყველა მოდის მე. და მეუბნა, უი შე როგორც თქვი ესე იყო, როგორც თქვი ესე იყო, როგორც თქვი ესე იყო. მე გამოვთვალე ყველა ის პროცესი ინტუიციის დახმარებით, ქვეცნობიერად, ასევე წავიკითხე სულიწმინდის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია. ეხლა მიდი და წაიკითხე სულიწმინდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამას ჭირდება ენერგია, მდგომარეობა, გესმის? ამიტომ ვერ კითხულობთ თქვენ ინტუიციით სულიწმინდის ჭეშმარიტს. და ამიტომ არის ინტუიცია ხან სწორი, ხან არა, იმიტომ რომ არ ყოფნით საკმარისი ენერგია, რომ სულიწმინდის უმბერაზი ენერგია გადაამუშაოთ, ინფორმაცია და მიიღოთ და გაშიფროთ და გამოვიშვათ მერე პირიდან. სად ხორციელდება ინტუიცია? ჰიპოფიზი. ჰიპოფიზი არის ინტუიციის მთავარი მამოძრავებელი წყარო, წერტილი. ინტუიცია ვლინდება ფიზიკურად ჰიპოფიზში. ანუ ჰიპოფიზი ანხორციელებს ინტუიციას. ინტუიცია იჭერს სულიწმინდის აზრებს. სულიწმინდის აზრი, ღვთიური აზრი რომ წაიკითხო, ამისთვის გჭირდება საკმარისი ენერგია. ენერგია რომ გქონდეს, ბნელები არ უნდა გძარცვავდნენ, პირიდან ნაგავს არ უნდა უშვებდე, სტრესებს არ უნდა უშვებდე, რომ ენერგია დაგიგროვდეს და ერთი ჯაჭვია. ენერგია გაქვს, სუფთა ხარ, შემოვიდა სული
სულიწმინდა, შენი ენერგია ჰიპოფიზს საშუალებას აძლევს ინტუიცია ამუშაოს 100%-ით. ეხლა შენ შემთხვევაში ჰიპოფიზი და ინტუიცია მუშაობს 5%-ით. და 100%-ზე რომ ადის, რასაც ლაპარაკობს სიმართლეა და რეალობაში ეფინება და ისია როგორც თქვი. ან მაგალითად სამყაროს ბიბლიოთეკა, სადაც ყველაფერი იწერება, რაც მოხდა, შენ რატო გააკეთე, რამდენი წნევა გქონდა, გულისცემა როგორი გქონდა, რამდენი ბაქტერია ყავდა, ყველაფერი იწერება და ნახეთ, ეხლა შენ რომ ეს ინფორმაცია იქედან გადმოიტანო ინტუიციის დახმარებით, რომ ფიქრობ, აბა რა ხდება, კითხვას ვამ და თავში მოგდის ინფორმაცია. შენ ამისთვის გჭირდება კოლოსალური ენერგია. ჯერ მარტო რომ ბიბლიოთეკაში შეხვიდე, მერე რომ იქედან ღვთიური ენერგია, ინფორმაცია რომ გადმოიტანო, გადმოაკონვენტირო, გადმოთარგმნო და მიიღო პირდაპირ პირველ წყარო ცოდნად. ეხლა მე რაღაცაზე რომ ვფიქრობ, პირდაპირ ცოდნად მოდის. არაფერზე არ ვწვალობ, არ ვჯახირო, პირდაპირ მოდის ცოდნად. ზუპ ჩაიტვირთა და იქამდე არ ვიცოდი, მაგრამ როგორც კი ზუპ ჩაიტვირთა, უკვე ვიცი. თითქოს ვისწავლე თვეები. თავში იტვირთება ეს ინფორმაცია და ეს რომ მოხდეს, მთლიან პროცესებს გადის სამყაროს ველში შედიხარ. ოღონდ ამას რამე მოქმედებებს კი არ აკეთებ, აზრით. სამყაროს ველში შედიხარ ბუნებრივად, ავტომატურად ხდება ეს. არ ფიქრობ შენ სამყაროს ველში შეხვედი, ბიბლიოთეკიდან გამოიტანე რაღაც, არ ფიქრობ, ბუნებრივად ხდება. შედიხარ, ღვთიურ ენერგიას კიდებ ხელს, ინფორმაციას იღებ, მოდის შენს ტვინში, გადაკონვენტირებას აკეთებს, სულიწმინდა ინტუიცია შენი და პირდაპირ მიწიერი გლეხური აზრით მოდის. რაც უფრო ღვთიური ხარ, მით უფრო გლეხური აზრით მოდის, მით უფრო მარტივი და გენიალური მოდის. ამიტომ ინტუიცია არ არის ინტუიცია, ის არის ძალით მოსილი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ურთიერთო სულიწმინდასთან, სამყაროს ბიბლიოთეკასთან, სამყაროს ძალებთან, ყველაფერთან და გამოდიხარ და იძახი, მე კარგი ინტუიცია მაქვს, რამდენი რაღაც მომივიდა თავში აზრი, დაემთხვა. კარგი ინტუიცია კი არ გააქვს. ღმერთთან ხარ კავშირში, ძალები გაქვს. შეიძლება ათეისტი იყო, მაგრამ მშვიდში ხარ, ბალანსში ხარ და სულიწმინდა შემოდის შენში ყველა ამ მდგომარეობიდან გამომდინარე. სულიწმინდას არ აინტერესებს შენ რომელი კონფესიის წარმომადგენელი ხარ. სულიწმინდას აინტერესებს მიქაქული გაქვს თუ არა სამეფო ტახტრევანი შიგნით. ჩაქაქული გაქვს თუ არა. თუ სუფთა შემოდის. ამიტომ ვისაც კარგი ინტუიცია აქვს და ყველაფერი ეს რაღაც ზღაპრები კი არ არის. კავშირში ხარ და ძალები გაქვს შიგნით. ეს შენ გადაგიქციეს ინტუიცია რაღაც ზღაპრულ მოვლენად და არასერიოზულ რაღაც მექანიკად თავში სპეციალურად. თორე შენი წინაპრები ინტუიციად კი არ აღიქვამდნენ, რომ აიმე რაღაც აზრი მომივიდა და რა კარგი ინტუიცია მქონია. არა, ისინი ამბობდნენ ღმერთთან აქვს კავშირი. იცოდნენ, შენ არ იცი და მათ იცოდნენ შენმა წინაპრებმა. რატომ? იმიტომ რომ ადრე უფრო ახლოს იყო ადამიანი ბუნებასთან, ღმერთთან ვიდრე დღეს. დღეს ყველაფერი ზღაპრებად გადაგიქციეს. თვით ღმერთის კი ზღაპრად გადაგიქციეს. ამაშია საქმე. და მერე უკვე როდესაც შენ ხვდები ინტუიცია რა არის, შენ ამ ძალას ინტუიციას ავარჯიშებ და მერე უკვე მოძრაობაში და ძალაში მოდის და მერე უკვე აქტიურდება და მორჩა. განათდა ინტუიცია და გახდა ჭეშმარიტი. აღარ არის ინტუიცია. პირდაპირ რასაც ამბობ, ყველაფერი იცია. არ იცი? უკვე იცი. ინტუიციის დახმარებით გადმოიწერე ბიბლიოთეკიდან ყველა ის ინფორმაცია, რაც გინდა. ამიტომ გააერთიანეთ სამება თქვენში. სხეული, სული, სულიწმინდა. ეხლა როგორი იერარქია აქვს? სხეული ეს არის ტრანსპორტი, ვითაც გადაადგილდება ჩვენი სული. სული ეს არის მესაჭე, რომელიც რულს ან მარცხნივ წევს, ან მარჯვნივ. ხოლო სულიწმინდა ეს არის ნავიგატორი, რომელიც გეუბნება აქ მიუხვიე, იქ მიუხვიე, ესქენი, ისქენი. ანუ ეხლა ვიღაც იტყვის რომ მე სულიწმინდას ვუსმენ, წმენაში ვარ, ამაში ვარ, სად უსმენ სულიწმინდას? რომ არ უნდა გეკამათა და იკამათე, მოყვას ის ჩართვის ნაცვლად და სულიწმინდა გამწარებული გეუბნება და არ ეკამათო, დაანებე თავი, არ მოიშალო ნევრები, გაჩერდი, რომ არ მოусმინე და რომ არ უსმენ და უსმენ ბნელს, რანაირად არის სულიწმინდა შენში კაცო? შენ ხარ ის ავტომობილი, რომელიც არც მესაჭეს უსმენს და არც ნავიგატორს. დადის თავის ჭუაზე, საიდაც ბორბალი მიტრიალდება ფიზიკის კანონით, იქეთ მიდის და მერე გზაზე კი არ მიდის და დანიშნულების ადგილზე კი არ მიდის, სადღაც ხრამში ვარდება. ამიტომ დაიმახსოვრეთ, სხეული მიწიერი ცხოვრება არის საშუალება და არა მიზანი. სულია მიზანი, შენი ჭეშმარიტი ბუნება, შენი ჭეშმარიტი არსი, შენი ჭეშმარიტი მდგომარეობა, შენი ჭეშმარიტი სახლი ზემოთ არის, მაშასადამე, შენი ჭეშმარიტი რეალობა ზემოთ არის, სახლში, სადაც დაიბადე, სადაც შენი სახლია, მაშასადამე, შენი ჭეშმარიტი მდგომარეობა, ბუნება, ადგილი, გარემო, ჰაერი, ჟანგბადი, ყველაფერი ზემოთ იქ არის და არა აქ. და შენს ჭეშმარიტ ბუნებას რომ დაუბრუნდე, შენში სამება უნდა დასინქრონდეს, გაერთიანდეს და შენში უნდა შემოვიდეს სულიწმინდა როგორც
ნავიგატორი და წაგიყვანს სახლში წაგიყვანს და გადარჩები. შენ თუ სახლში არ წახვედი, შენ ბნელი ამოგაგდებს დინარიდან და გავარვარებულ ქვაზე დავარდები და მე ამთავრებს სიცოცხლეს. ამიტომ კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ, რას ნიშნავს, როდესაც ფიზიკური სხეული, ფსიქოლოგია, ცნობიერი უსმენს სულს და როცა შენი ფიზიკური სხეული და სული უსმენთ სულიწმინდას. რა გელოდება? გამოცხადება 3:20. აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარებს, შევალ მასთან. გამოცხადება 3:21. გაგზელება. გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე, ისევე როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. ამიტომ ან იესო ქრისტეს გვერდით დადგები, ან ტკივილის გვერდით დადგები და ტკივილში იქნები. ან იქნები ტკივილში, ან იქნები უდიდეს სიყვარულში. დაგლოცოთ უფალმა ყველა, გონება გაგინათოთ უფალმა, მოგცეთ ძალა, ჯანიფარი იმისთვის, რომ გაერთიანოთ თქვენში სამება, მიხვიდეთ უფალთან, უსმინოთ გულში უფალს ყოველთვის, განაგდოთ ბნელი, აზრი, ფიქრი, ქმედება, დალოცვილები იყავით, უფალი გფარავდეთ. ამინ.